პროტესტი დაიწყო მაშინ, როდესაც ვიყავი ძალიან პატარა და მოკლეს სანდრო გირგულიანი, რომელიც იყო ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი. და მე ვხედავდი იმ პერიოდში, როგორ იბრძოდნენ ჩემი ოჯახის წევრები, ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ხედავდი იმ შიშს, რა შიშიც იმ დროს არსებობდა. მე მგონი ახსნა არავის არ ჭირდება, საიდან გამომდინარე და რა ხდებოდა იმ პერიოდში ზოგადად. და მაშინ დაიბადა პირველი კითხვა, რატო შეიძლება ადამიანის აზრის გამოხატვა შეიძლებოდეს რაღაცა საშიშროების მომტანიან, რატო შეიძლება ადამიანმა იხსნოს საშიშროება, როცა უნდა აზრის დაფიქსირება და ამ ყოველთვის ვერაკეთებს, იმიტომ რომ ალბათ ყველას გვახსოვს, რომ არც თუ ისე დიდი პროტესტი იყო ისეთ ამბებზე, რაზეც უნდა აუცილებლად უნდა ყოფილიყო ისეთი პროტესტი, როგორიც მაგალითად დღეს არის. მე დარწმუნებული რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ვინც აგზის იმას, რა მდგომარეობაშიც აუგზნი. თუმცა, როგორც მანამდე ვთქვი და კაცები ვართ, ყოველთვის გავუძლებთ უბრალოდ რაღაცა სამართლებრივი საფუძველი უნდა არსებობდეს. ეხლა ვთქვათ ესეც ის არის, ცოტა სასაცილოა.